პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. და ჩვენი სტუდიის გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ირინა სალიშვილი, ღამემშვიდობისა ირინა. ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურდით, აკეთებთ განცხადებებს და ეხლა ბოლო განცხადებამ გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, ეხება თქვენი განცხადება, ჩემზე უკეთ მოგახსენებათ, საქმე ეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის აღიარებისკენ მიდისო ახალი ხელისუფლება. რა გაძლევთ? მოდი დავაზუსტოთ. ხო, მოდი დავაზუსტოთ, დავაკონკრეტოთ. რა გაძლევთ აი ასეთი ანალიზის, ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს? ეს განცხადება ეხლა არ გაკეთებულა, ეს განცხადება გაკეთდა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ბევრად ადრე, მაშინ როცა სააკაშვილი. ეხლა წამოიწია არა, ეს ახალი განცხადება უკვე ახალი გარემოებებიდან გამომდინარე. ანუ გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამა თუ იმ ფორმით უნდა აღიაროს ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობა რაღაც ფარგლებში მაინც და აქეთკენ უნდა წავიდეს. ეს გეგმა დიდი ხანია არსებობს, ეს გეგმა გამომდინარეობს იმ ძალების სტრატეგიული პოლიტიკიდან, რომლებსაც საქართველოს სავარაუდოდ სამხედრო პლაცდარმად შეიძლება დაჭირდეს და კიდევ რაღაც პლაცდარმად დარმებად თუნდაც ეკონომიკურად რომ სტაბილურობა იქნას გარკვეულ ტერიტორიაზე. და რომელ ძალას გუშება დავასრულებ და აქედან გამომდინარე ხდება გეგმა ზომიერად აქეთკენ ნაბიჯების გადადგმა. ყველაზე სერიოზული ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა აგვისტოს ომით. ყველაზე სერიოზული ნაბიჯი. ჩვენ ამ თემას ალბათ მიუბრუნდებით გამოძიების თემას, იმიტომ რომ ეს უკვე ახალ ხელისუფლებას ეხება. სადაც მე არც ის მტკიცება მიმაჩნია სწორად, რომ საქართველო არაფერ შუაში არ არის ამ ომთან დაკავშირებით, ხელისუფლება უფრო სწორედ და არც ის არის ჩემი აზრით სწორი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ომი თვითონ დაიწყო. საქმე გახლავთ იმაში, რომ ეს არის დაგეგმილი, ეს იყო დაგეგმილი ომი. ჩვენ ამ ომამდე რამდენიმე თვით ადრე მე პირადად გავაკეთე ბევრი განცხადება გაზეთების საშუალებით, რომ იგეგმება ომი. სწორედ ზაფხულის პერიოდზე იყო საუბარი, ლოგიკიდან გამომდინარე, ვითარებიდან გამომდინარე, იგეგმება ომი, თავისი წაგებით. ანუ ეს წაგებაც დაგეგმილია. საქართველოს ხელისუფლებამ კი არ დაიწყო. მაგრამ დაგეგმილი ომი როგორ შეიძლება და გამარჯვებით დამთავრებული? ხო, არა, მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დაიგეგმა წაგებაც. მთლიანად სცენარი დაიგეგმა წაგებაც. და საქართველოს ხელისუფლებამ კი არ დაიწყო. ნინო, დავასრულებ ამას, რომ ამერევა, საქართველოს ხელისუფლებამ კი არ დაიწყო ომი. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ამ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა, თორემ ომი პრაქტიკულად არც არავის არ დაუწყია, იმიტომ რომ ეს არის დაგეგმილ ომზეა საუბარი. ეხლა რაც შეეხება ამ უკანმდგომ ძალებს, ამ ეგრეთ წოდებულ გლობალისტურ ძალებს, მე იმიტომ ვამბობ, რომ ამ ძალებს გეოგრაფია როგორც ასეთი არ აქვს. შეიძლება პირობითად ვიგულისხმოთ, რომ ამ ძალების ცენტრი შეერთებულ შტატებშია, ან ზოგადად ნატოშია. შეიძლება ეს ცენტრი დავინახოთ რუსეთში, იმიტომ რომ რეალურად ის პროცესები, რომელიც ემუქრება საქართველოს, ანუ ეროვნული განადგურების, საზღვრების მოშლის და საერთოდ ყველანაირ ტრადიციებზე ხომ საერთოდ აღარ არის საუბარი, ყველაფრის განადგურების პოლიტიკა ასევე ემუქრება რუსეთსაც და როგორც აქ ყავს ჩვენ ასეთი ტიპის ძალები, რომლებიც აი ამ გლობალისტური გეგმის მიხედვით ანგრევენ ქვეყანას, ეს ძალები ბევრად უფრო დიდი რაოდენობით და უფრო სერიოზულად მოთავსებული ხელისუფლებაში ბუნებრივი არსებობს ტერიტორიულად ჩვენზე უფრო დიდ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, რუსეთში. ამიტომ მე აი ამ გეოგრაფიულ დაზუსტებას არ მივიჩნევ მაინდამაინც სწორად, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც თუნდაც დაპირისპირებულ ამერიკასა და რუსეთს შორის ხდება ხოლმე ინტერესთა თანხვედრა და სად არის აქ ინტერესთა თანხვედრა? ტერიტორიის გაყოფაში, ანუ გავლენის სფეროების გაყოფაში. იქ, სადაც მათი ინტერესები ერთმანეთს არ ეჯახება და აი ამ არ დაჯახებაში უსირცხვილოდ მონაწილეობს ანტიეროვნული საქართველოს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში მიშა სააკაშვილის ხელისუფლება
ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი. აი ამ შემთხვევაში ხდება რა, რომ ომი წავაგეთ ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ანუ ეს დაიგეგმა. ბჭყალებში ომი მაშინ. ომიც და წაგებაც. ბჭყალებში არ არის ერთადერთი დახოცილი ადამიანების სიცოცხლე. ეს არ ზის ბჭყალებში რამდენიც არის. გაუბედურებული ქართული ოჯახები. ადამიანების გვარები სხვადასხვა ობელისკებზე ეს არაფერს არ შეცვლის. ერთია დაღვრილი სისხლი სამშობლოს ერთიანობისთვის და ამ ადამიანებისთვის ეს სისხლი ამას ნიშნავს, რა თქმა უნდა, ვინც იქ ამ შეგნებით წავიდა, მაგრამ მეორეა პასუხისმგებლობა და ცოდვა, რომელიც აიღო საკუთარ თავზე ხელისუფლებამ, რომელმაც იცოდა, რისთვის წირავდა თავის შვილებს. მაგრამ აი ამ ვითარებაში ჩვენ მივედით სადამდე, რომ ორჯონიკიძისგან განსხვავებით, რომელმაც აიღო და პირდაპირ აჩუქა რუსეთს გარკვეული ტერიტორია, ახლო მდებარე, რბილად რომ ვთქვათ, ამ ტერიტორიებთან, სააკაშვილის ხელისუფლებამ პირდაპირ საჩუქარის ნაცვლად სააკაშვილის ხელისუფლებას გააკეთებინეს აი ეს სცენარი, ანუ მან წააგო ომი და დამარცხდა ომში. მართალია მე ამ ჯაჭვებით და რაღაცებით იზეიმა მაინც ეს საკებული ომი, მაგრამ ნუ რეალურად ეს საჩუქრად აღარ გაფორმდა წაგებად და ჩვენ მივიღეთ საკმაოდ სერიოზული, ბევრად უფრო სერიოზული საზღვარი de facto, ვიდრე გქონდა მანამდე, სადაც უკვე რეალურად გადანაწილდა გავლენის სფეროები. ამ შემთხვევაში ვიმეორებ, ვისი გეგმაც არ უნდა ყოფილიყო ეს, ამერიკის თუ რუსეთის თუ ორივესი ერთად, მათი ინტერესები მშვიდობიანად გაიყო და ერთადერთი მხარე რომელიც აღმოჩნდა დამარცხებული, ეს არის საქართველო. მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამ ნაბიჯით კიდევ გაიხანგძლივა თავის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა და ეჭვი არავის შეეპაროს, რომ აი ის ნაბიჯები, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გადადგას ცნობისკენ, დიდი სიამოვნებით და სიხარულით გადადგამდა ამას წინა ხელისუფლებას, ოღონდ აქ არის ერთი მაგრამ. წინა ხელისუფლება უკვე იმდენად დისკრედიტირებული იყო, რომ ახლა როცა უკვე დოკუმენტური ეტაპი დადგა, ანუ დოკუმენტების ეტაპი დადგა, სადღაც რაღაცას ხელი უნდა მოეწეროს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილიდან დაწყებული ვანო მერაბიშვილით გაგრძელებული და ყველა აბსოლუტურად თავის ჩიორებით, მიორებით და ასე შემდეგ, ყველა მზად იყო აი ამ სამარცხვინო, აი შავლაქიანი დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, ასეთი დისკრედიტირებული ხელისუფლების მიერ წმებული დოკუმენტი თავისთავად დადგებოდა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და როგორც ჩანს, ჯობდა რომ ასეთი უკვე სამართლებრივი მიმართულებით ნაბიჯები გადაედგა ახალ სისხლგადასხმულ ჯერჯერობით კიდევ ნდობის ვოტუმით აღჭურვილ ახალ ხელისუფლებას. ეხლა რატომ გავაკეთე მე ეს ახალი განცხადება? სანამ გადახვალ მეორე ეტაპზე შეიძლება ჩაკეტო კითხვები. მე კარგად მახსოვს სააკაშვილის მდგომარეობა. ანუ რისი თქმა გინდა ირინა, რომ დაგეგმილი აი ეს მთლიანი ოპერაცია არ წავიდა ისე როგორც დაიგეგმა, იმიტომ რომ მე და ალბათ გახსოვს, ხო, და ჩვენ თუ არ ვწდები იმ დღეებში ვისაუბრეთ ტელეფონით, ჩვენ გვახსოვს ნირწამხთარი საშინლად შეშინებული სააკაშვილი. არ არის გამორიცხული ნინო, რომ თვითონ სააკაშვილი მოატყუეს. ანუ არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს რაღაც დივიდენდებს დაპირდნენ, აი თქვათ იგივე სამხრეთ ოსეთის ნაწილს. აი სადღაც ერთ პატარა მონაკვეთზე მაინც რომ მოიპოვებდა გამარჯვებას. ან ეს, ან მეორე, უბრალოდ ის ფიზიკურად მშიშარა ადამიანია და ამაში მე მგონი ყველა დარწმუნდა და აქედან გამომდინარე შესაძლებელია მეტი საფრთხის მოლოდინში, უკვე პირადი საფრთხის მოლოდინში დაემართა ეს ვთქვათ არადიეტური საკვებით თავის შექცევის მომენტები, რაც ვნახეთ, ხომ? შესაძლებელია, მაგრამ ფაქტია ერთი რამ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს ომი არ დაუწყია,
საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მონაწილეობა აი ამ სცენარში, ამ ფარში, რომელიც არანაირად არ აკნინებს მის დანაშაულს. ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ჩვენ ცოტა ეხლა უკვე ახალ ხელისუფლებას რომ მივადგეთ, ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ რაღაც გამონათქვამებში, იმიტომ რომ როდესაც დღევანდელი ხელისუფლება როგორც არ უნდა ძუნდეს მას წინა ხელისუფლება და რომ არ ძუნს, ესეც ფაქტია. კოჰაბიტაციაზე მე და შენ არ დაგვიწყია საუბარი, მათ დაიწყეს. როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი, ჯერ ერთი ეს არის არასწორი. იმიტომ რომ ვიმეორებ საქართველოს ხელისუფლებამ სხვის დაგეგმილ ომში ნებაყოფლობით წაგებაში მიიღო მონაწილეობა და აქ არის მისი დანაშაული. ეს გაცილებით უარესია, მე თუ მკითხავ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებისთვის უარესია, მაგრამ სამართლებრივად თვითონ საქართველოსთვის ეს ნაკლები ზარალის მომტანია, ვიდრე იმის განცხადება, რომ ეს ომი თურმე ჩვენ დავიწყეთ და ამიტომ პასუხისმგებლობა საქართველოს აქ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე კი აღარ არის მარტო საუბარი. აქ უკვე არის მთელი კოჰორტა კომპრომისების, რომელიც აი ამ განცხადებიდან გამომდინარე შემდგომ უკვე საქართველოს უნდა გადადგას, თორემ ეს ხელისუფლება, წინა ხელისუფლება რომ დასასჯელია, ეს კიდე სხვა თემაა. ეხლა თუმცა რატომ ირინა სწორედ აი ამას ცდილობდა რეჟიმი 9 წლის მანძილზე, რომ სააკაშვილი თავის გუნდი და საქართველოს identური ყოფილიყო. ჩემთვის აბსოლუტურად საალკოცნებაა. მე ჩვენზე არ არის აქ ნინო საუბარი, აქ არის ლაპარაკი ორ ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებულ ფორმულირებაზე პოზიციის. ერთი ფორმულირება არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაულებრივი მონაწილეობა მიიღო დანაშაულებრივ დაგეგმილ ფარში, რომელსაც ეწოდება დამარცხებისთვის განწერული ომი. ქართული მხარის დამარცხებისთვის განწერული ომი, თუმცა იქ გამარჯვებული არც ოსური მხარე არ აღმოჩნდა, უბრალოდ სხვა რამე მოხდა. მეორე ფორმულირებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთის დაბრუნების მიზნით. ეს არის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფორმულირებები. მეორე არის სიცრუე, უბრალოდ, იმიტომ რომ არც ყოლია ჩვენ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ომს დაიწყებდა რომელიმე ტერიტორიის დასაბრუნებლად ყველაფერს თავი დავანებოთ და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ამ მეორე ფორმულირებას, პასუხისმგებლობა იურიდიულად და სამართლებრივად ქართულ მხარეს ეკისრება და არა მხოლოდ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო აი ამ თუმცა მე ნაკლებად გეთანხმებ, მაგრამ ეს შენი აზრია. აქ არის, მე ახლა ამას რატომ ვუსვამ ხაზს, თითქოს სპეციალურად იქმნება უკვე საფუძველი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი კომპრომისი გახდეს აუცილებელი ქართული მხარისთვის. და ესე აქედან გადადიხარ იქამდე? აქედან გადავდივარ. გაგახსენებთ მამუკა არეშიძის განცხადებას ჯერ კიდე ვივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე კი არა, პოლიტიკაშიც არ იყო ჯერ შემოსული, როდესაც მამუკა არეშიძე აკეთებდა ერთგვარ ზონდირებას, არა მარტო ის, მაგრამ მან ეს ყველაზე მკვეთრად გააკეთა, რომ აი ეგებ გვეფიქრა საქართველოს მხარეს, რომ აი სამი ქართული სახელმწიფოს არსებობაზე და რაღაც ამ დაგვარი, ანუ მიდიოდა ფორმალურად აღიარებისკენ, მაგრამ ამ იდეა, ნახეთ რომ რაც შობილი იდეაა თავისთავად. ამიტომ ეხლა გადაიდგა უკვე ეს ნაბიჯი. მივდივართ კანონში ცვლილებაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს ხომ აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებია. აი მესამე კლასელი ბავშვისთვისაც კი გასაგებია მარტივ ენაზე რომ აუხსნა ეს რასაც ნიშნავს. აუხსენი მაყურებელს მარტივ და ამას, ნინო ფაქტიურად საზღვრის გადმოკვეთა აღარ ისჯება, იმიტომ რომ აფხაზეთი რასაც ესაზღვრება სხვა ქვეყნებზე მაქვს საუბარი, ის არის ადმინისტრაციულ რაღაცამდე დაყვანილი, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. ამაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თანამდებობის პირების განცხადებები იმის თაობაზე, რომ
საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი. ვიმეორებ ამის გაკეთება პირდაპირ გამიზნულია, მე არ ვიცი ეს ესმის თუ არა ყველა ამის მთქმელს, იმისკენ რომ შემდეგ ქართულმა მხარემ რაც შეიძლება ქართული მხარე ბევრი დათმოს? ანუ იძულებული გახდეს. აი თითქოს აქაც გასაფორმებელ რაღაც ანტურაჟზეა საუბარი. კარგი ირინა, ეხლა გამოძიება მაშინ გავიხსენოთ, კი ბატონო, სანამ იქამდე გადავალ, მაშინ გავიხსენოთ ორი ფაქტორი. ეს იყო ბოლო, რასაც უყურე რუსულ ORT მაქვს ხედელობაში, ღამის 3 საათი იქნებოდა და აი სწორედ ORT-მ გამოაცხადა ცხინვალი ბამბეათ გორი. და აი იმ წუთიდან ხო. ანუ ცხინვალი დაიბომბა გორიდან. რა თქმა უნდა, გორიდან თუ დაიბომბა ცხინვალი, ამას მხოლოდ ქართული მხარე მოახერხებდა და იქ შეპარული გადაცმული რუსები ამას ვერ მოახერხებდნენ. ნინო, როდესაც ლაპარაკია გამოძიებაზე, მე ორივე ხელით მხარს უჭერ ამ საქმის გამოძიებას. მე უბრალოდ ვსვამ საბრძოლო მოქმედა გამოძიება რას ნიშნავს, იცით? გამოძიება რას ნიშნავს, იცი? გარდა იმისა, რომ უნდა დადგინდეს სიმართლე არის თუ არა გორიდან რომ დაიბომბა ეს ტერიტორია, ამის გარდა უნდა დადგინდეს რა მოხდა წინა დღეებში. აუცილებლად უნდა დადგინდეს. გამოძიება ნიშნავს იმას, რომ გამოძიებულ იქნას ყველა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის და მისი ქვეშემდგომების, ყველა სატელეფონო საუბარი, აბსოლუტურად ყველაფერი ამ თემასთან დაკავშირებით გაშიფრული და ამ გამოძიებამ ჩვენ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რაც ყველა მისედაც ჩვენივრად ვიცით. ეხლა მე იმამ იქამდე რომ ეს ომი დაიგეგმა და ამ გეგმის ერთადერთი ავტორი არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება იყო ამ გეგმის ყოველგვარი პროტესტის გარეშე შემსრულებელი. და თანაავტორი გამორიცხა? არა, თანაავტორი ყველა შემთხვევაში გამოდის, ნინო, იმიტომ რომ როდესაც რეალურად შენ მიდიხარ ასეთ პროვოკაციაზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ეს არ არის დაწყებული ომი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მე ამას შევახსენებ დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ ეწევიან ასეთი იდეების დისკრედიტაციას, იმიტომ რომ უნდა ვინმეს ომი თუ არ უნდა, სხვა არის, როცა შენ ხელისუფლებას ეუბნები, რომ შენ დაიწყე ომი, იმიტომ რომ დაგებრუნებინა სამხედრო ეუბნები, რომ შენ დაიწყე საბრძოლო მოქმედებები. ომი და საბრძოლო მოქმედებები მოტივაციას აქვს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა მორალურადაც და სამომავლოდაც. დღევანდელი ხელისუფლება არც ერთ თავის გამონათქვამში არ ახსენებს იმას, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო წინა ხელისუფლებამ კონკრეტულ ძალებთან შეთანხმებით. ამას არ ამბობენ. აქ ლაპარაკია, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა ასეთი როგორ უნდა რაღაცა. თქვა ამ ეტაპზე გამოძიების გარეშე? ამას ხო დამტკიცება უნდა, როგორ ფიქრობ? რა თქმა უნდა დამტკიცება, ნინო, და თან ყველაზე მთავარი არის ის, რომ მე ყველაზე მეტი ეჭვი რაშიც მაქვს, იცით რაშია საქმე, რომ ეს საქმე რომ ბოლომდე იქნას გამოძიებული, მისცემს კი დღევანდელ ხელისუფლებას ამის უფლებას ან თავისი გარემოცვა, რომელსაც იგივე ზურგი ყავს, რა ზურგიც ყავდა მიხეილ სააკაშვილს და ან მთლიანად ის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამოძიება უნდა წარიმართოს, მაგრამ ეს გამოძიება მიმართულია იქითკენ, რომ ის დადგინდეს, რაც ისედაც ყველამ ვიცით. ეხლა შეიძლება უდანაშაულობის პრეზუმპციას ვარღვევ რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ეს ისედაც ყველამ ძალიან კარგად იცის. გამოძიება საჭიროა. რა იცის ისედაც ყველამ ძალიან კარგად, რომ ომი იყო დაგეგმილი. ომი იყო შეკვეთა. ომი იყო შეკვეთა და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არ მოსულა ხელისუფლებაში და ეს სიმშვიდე, რაც მან მიიღო ნაციონალებისგან და ეს კოჰაბიტაციური მიდრეკილებები და ტენდენციები არ გააჩამოვარდნილად სიდან საქართველოს ხელისუფლება დღევანდელი გაბედავს, ეს ყველაზე რბილ და არაპოლიტიკურ სიტყვას ვიყენებ ეხა, გაბედავს, ხელი დაადოს მათ, ვინც მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომი სიმშვიდე უზრუნველყო? აი ჩვენ იცით რა არის ძალიან ვართულები გაბედავს, ანუ ხელი დაადოს აქ რეალურად შემსრულებელს,
თხელი დასადები სავარაუდოდ შტატებზეც და რუსეთზეც. მოდით ახლა პირდაპირ ვთქვათ. იმიტომ რომ ეს არის გეგმა, რომლითაც ორივე მხარემ შესანიშნავად ისარგებლა. მე მითხარით გარდა იმ ღამეების თენებისა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებმა უთენეს იმ დღეებში, როგორც ჭირისუფლებმა, რამე რუსეთის მიმართ სანქცია რომელიმე ქვეყანამ დაწყებული შეერთებული შტატებიდან განახორციელა, უფრო მეცად ყველაზე რამოდენიმე დღეში შეიცვალა დამოკიდებულება. უდიდესი მნიშვნელობის ხელშეკრულებები იქნა დადებული რუსეთთან, აი ზუსტად რამოდენიმე დღეში, აი ამ ასე ვთქვათ 40 დღის გასვლის შემდეგ, ასე ვთქვათ. სხვანაირად გადახედეს უკვე მიმდინარე მოვლენა. ამიტომ ახლა ნუ კიდე ერთი კითხვა მაქვს, იცით რა? აი მე მოსვენებას არ მაძლევს 6 პუნქტიანი ხელშეკრულება სარკოზის ჩამოტანილი და მედვედევის ხელმოწერილი. სადაც მე-5 და მე-6 პუნქტად იყო სწორედ ის, რაც ჩვენ ასე ძალიან გვტკივა დღეს. მე საუბარია, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი არის იქ, მათი დამოუკიდებლობის ცნობის სტატუსის შესახებ. უნდა ამ სტატუსზე ემსჯელოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ანუ იმ გაერო, ეუთო, ანუ ის ორგანიზაციები, რომლებსაც მიმართავთ წლების განმავლობაში ევროპარლამენტში, სულ არის ევროსაბჭოში ამაზე საუბარი. რატომ უარყო მაშინ სააკაშვილმა ესეც გმის ნაწილი იყო? ხელი არ მოაწერა ხო ამას? აი ამ პუნქტზე მან კატეგორიული უარი თქვა. არა, ეს რა არის, ის მაშინ არც იყო შესასრულებელი. ეს არის პუნქტი, იმიტომ რომ იმ პერიოდში იმის გაკეთება იქნებოდა აბსოლუტურად არარეალური. არა, იმ პერიოდში არარეალური ყოველ შემთხვევაში ვეღარავინ აღიარებდა და ვერც რუსეთი ვერ აღიარებდა ამ ტერიტორიებს, ირინა. რატომ იყო არარეალური ხელის მოწერის შემთხვევაში, თანხმობის შემთხვევაში ამ პუნქტზე, აი სწორედ ამაზე რომ სტატუსზე უნდა ემსჯელოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაშინ ძალიან ხელსაყრელი ვერ მოაწერდა. რა თქმა უნდა, პირიქით ჩვენ მიმართავთ ხოლმე ამ. ხო და მე მაგას გეუბნებით რომ არ იყო ეს ხელმოსაწერი, იმიტომ რომ მე უნდა ეცნო ეს რუსეთს და კიდე ნიკარაგუა თუ აღარ მახსოვს კიდე ვინ იყო. მე ეს ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად გამიზნულად გადადგმული ნაბიჯები. აი ახლა ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეკითხვები, რომელიც ქონდა საზოგადოებას და ანუ რომელსაც ჩვენ ვსვამდით და პასუხი არ ისმოდა. რატომ მაინდა-მაინც ასეთი არაპოპულარული პარტია დასაყრდენად ახალ ადამიანს, ახალ ორთქმავალს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნების წინ? რატომ მაინც-და-მაინც რესპუბლიკური პარტია? ეს არის ერთადერთი პარტია, ნინო, საქართველოში თან ძველი, რომელსაც პროგრამაში უდევს დიდი პროცენტის ვარაუდი მისი პროგრამიდან გამომდინარე საქართველოს ძალიან მყიფე ფარგლებში რამდენიმე სახელმწიფოს არსებობა. მივედით იქამდე, საიდანაც თურმე დაწყებულა. კი ბატონო, აი ეს პროგრამა წაკითხული გაქვს? მე მაქვს საკითხული კი და ყველას აქვს. რა თქინდაც თქვენ გონიათ ვინმე დაგიმალავთ ახლა მათ რო კითხოთ ეს? თქვენ გონიათ რომელიმე უარზე წავა? ეს ადამიანები ამას აბსოლუტურად პირდაპირ ამბობენ. არავინ არ აპირებს ამ შემთხვევაში ვინმეს მოტყუებას მათი მხრიდან. ეს ტყუილი არ თქმულა მათგან და რაც არ დაუშავებია. ეს ერთ-ერთი მიზეზია თქვენი? ერთ-ერთი სერიო, რა თქმა უნდა, ესეც გამომდინარეობს იქიდან თუ რა ძალებით საზრდოობენ თქვათ როგორც მიშა სააკაშვილის გარემოცვა, ასევე ეს გარემოცვაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც მთლიანად ფინანსდებოდა სოროსის ფონდის მიერ, მთლიანად ფინანსდებოდა აი ასეთი ტიპის იდეოლოგიების, ასეთი ტიპის ტენდენციების დასანერგად, ეს ორი ხელისუფლება არის ამ თავისუფლების ინსტიტუტის ორი განაყოფი. ეხლა თუ არ ვცდები რამდენიმე ხნის წინ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა განცხადება, რა დროს მესამე პოლიტიკური ძალაა, მეორეც არ არსებობსო.
ძალიან სასიამოვნოა რომ ასეთ რადიკალურ განცხადებას აკეთებს უკვე ქალბატონი ნინო, თუმცა არჩევნების წინ მისი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი იყო ჩემგან განსხვავებით და ბევრისგან განსხვავებით, ის მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია მშვიდობას. ძალიან კარგია რომ დღეს მაინც ეს პოზიციები აქამდე დაიწურება. აი ახლა ტერმინოლოგიაზე აღარ უნდა ვიდაოთ, იმიტომ რომ ფაქტია რომ მოგწონს ჩვენ ეს თუ არ მოგწონს, მეც ვთვლი რომ ერთნაირები არიან, მაგრამ ფორმალურად ამ ორ ძალას ქვია ერთმანეთის მოწინააღმდეგე და ეს ორი ძალა არსებობს და ეხა შესაქმნელი როა მესამე პოლიტიკური ძალა, იმას მეხუთეს დავარქმევთ, მე-17-ს თუ მეორეს, ამას კი არ აქვს ტერმინს აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს მართლა მოხდეს. ეხა ნახეთ რა ხდება. ასევე ძალიან საპასუხისმგებლო დროს, როდესაც უკვე აი ნიადაგი არათუ მომწიფებულია, აი ღვივის პირდაპირ აი მესამე პოლიტიკური ძალის თემა, გამოდის ბატონი ბიძინა ივანიშვილი განცხადებით, რომ მიესალმება მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას და მზად არის ამაში მონაწილეობა მიიღოს. გაგიგიათ ასეთი რამე? მესამე პოლიტიკური ძალა გაგიგიათ რომ მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას როცა შეიქმნება შეიძლება მიესალმოს უკვე ვთქვათ ნებისმიერი ადამიანი მოწინააღმდეგეს და მომხრეს რომ ასეთი ძალა არსებობს, მაგრამ ასეთი რამ ესე იგი ფაქტურად ჩვენ გვეუბნებიან რომ აი ახლა მაგალითად ნებისმიერ მცდელობას ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ თუ მას შეაქებს დღევანდელი ხელისუფლება ის ფაქტიურად მესამე პოლიტიკური ძალა კი აღარ გამოდის რომელიღაცა ნაწილის სატელიტი. ქალბატონო ირინა, ბატონმა ივანიშვილმა ახსენა ირმა ინაშვილი და მისი გუნდი. თუმცა ირმა ინაშვილი როგორც თვითონაც აცხადებს, რჩება ჟურნალისტიკაში, ის არის ობიექტივის ხელმძღვანელი, მაგრამ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ძალა, ის ძალას იკრებს, აქტიურობს და რატომაც მე არ ვიცი ეს რა არის, ეს არის პოლიტიკური ბოღმა, პოლიტიკური შური, რაღაცა დაბრმავება, დაყროვება. ყველა ტელევიზია, როდესაც საუბრობს ამ თემაზე, ახსენებენ სალომე ზურაბიშვილს და ნინო ბურჯანაძეს, რატომაც იმას გვიკეთებენ, რა ქვია. ეს ყურადღების გადატანაა თან ნინო, იმიტომ რომ ეხა ნინო ბურჯანაძის გააქტიურებაც დიდწილად განპირობებულია სალომე ზურაბიშვილის დაბრუნებით საქართველოში ბიძინა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ეფემერული მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც სინამდვილეში მე ცოტა სხვა რამე ვთქვი, მაგრამ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მე რაღაც ვერ ვატყობ, რომ ეს იყოს ბიძინა ივანიშვილის წახალისებით. არა, მე არ გეუბნებით, მე ახლა ამ შემთხვევაში მე სრულიად ცნობილი გასაგები ადრესატი მყავდა მხედველობაში, სწორედ სალომე ზურაბიშვილი. ნინო ნაკლებად, ნინო ამ შემთხვევაში გამოწვევა მიიღო ნინომ, იმიტომ რომ ნინოს ფაქტია, რომ ექნება საპრეზიდენტო ამბიციები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და არ არის გამორიცხული ნინოს კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც რომ მოუნდეს, ჯერ ესეთი არ მოუნდება, მაგრამ რომც მოუნდეს, რესპუბლიკური პარტია არ დაუშვებს არც ერთ შემთხვევაში, ხა მოგწონს ჩვენ ნინო ბურჯანაძე თუ არ მოგწონს, ეს პარტია საერთოდ არ დაუშვებს, მე ვფიქრობ, მაგრამ რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თუ მათ ეს ორი ალტერნატივა ექნება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხალისით არა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილისკენ უფრო გადაიხრებიან, ვიდრე ნინო ბურჯანაძესკენ გამარგინალებული ძალისკენ. ამიტომ ეხლა ყველაზე ცუდი რაც მოგველის ჩვენ, მოგველის ყურადღების გადატანა უფრო ეფექტურ, მაგრამ ბევრად ნაკლები მნიშვნელობის საკითხებზე, ვიდრე ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ან ამის პერსპექტივა. ეხლა წავა დავა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. წავა ერთმანეთისთვის გახსენება ხან ერთი ხან მეორე თემის. ისევ დაიწყება ტრადიციული, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ცოტა ხნით ერთად დადგნენ ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი. ეხლა რა თქმა უნდა, ისევ ერთი მეორეს პარიზს გაუხსენებს და პარიზი ამას ხუთაის და ასე შემდეგ. მოვადრო ალბათ რომელი თბილისი ჩაერიოს, თორემ ცუდად იქნება საქმე, ეს ამ ორი ქალაქის ჭიდრებში. თბილისი ჩაერიოს საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. ისევ ეხლა თან მივადექით 19 აპრილის თემას. ეს ყველაფერი ერთად ნინო, ემთხვევა თუ ამას დამთხვევა ქვია მოახლოებულ 19 აპრილს. ეხლა ჩვენ გავიხსენოთ, რამდენი ბჭყალებში სისულელე თუ
თუ შეგნებულად წამგებიანი განცხადება და ნაბიჯი გადადგა დღევანდელმა ხელისუფლებამ სწორედ 19 აპრილის დაანონსების შემდგომ ნაციონალების მხრიდან. ყველაზე იუნისში მოქმედებენ ერთმანეთთან. იცით რა არის ერთმანეთის არსებობას განაპირობებენ, ნინო, ჩვენ ხო ორპარტიულ რეჟიმზე დაგვაყენეს. ამიტომ ერთმანეთი ახლა ბევრჯერ ვქონია ამაზე ჩვენ საუბარი და ამიტომ აღარ მინდა ამ გადაცემის დრო დავხატო. ერთმანეთის განაპირობებს რა თქმა უნდა. კოჰაბიტაციის იდეა, რომელიც ახლა ნახეთ ეს სქემა, აი იძულებით უნდა წავაგოთ ომი, რომ მე ამითი გავაფორმოთ რაღაცა, შემდეგ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ დავიწყეთ ომი, რომ მე ეს გახდეს მიზეზი რომ იძულებით გავხდეთ რაღაც კომპრომისებზე წავიდეთ ეს სქემა მოქმედებს შიდა პოლიტიკაშიც იმიტომ რომ აი ნახეთ კოჰაბიტაციის თემა ვერ გაიხარა გარდა პოლიტიკური წრეების ვერსად ვერ გაიხარა ეს არის სრულიად ამაზრზენი ცნება ყველასთვის მაგრამ ეხლა ნახეთ თუ 19 აპრილს მოვა ბევრი ხალხი და როგორც ვატყობთ ადრე რომ ვერ წარმოგვედგინა ეს შეიძლება მართლა მოხდეს იმიტომ რომ ნაციონალებმაც ყველაფერი გააკეთეს და მათზე მეტი მე მგონი დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა აი ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რა სურათს იცით მე იქ კონფლიქტს კი არ ველი რამეს 19 აპრილს ეს რისთვისაც ჭირდებათ ნაციონალებს რომ დააფიქსირონ რომ მათ ასევე შეუძლიათ რუსთაველის გადავსება რომ მათ რეალურად უჭერს ხალხი მხარს რაღაც ნაწილი და რომ ეს 40% აღებულია გამდროს ჩვენ ვიცით რეალურია არის გაყალბება აი მე მივალთ კიდევ იმ აუცილებლობამდე რომ აი რა ვქნათ ახლა ნუ ეს ხალხი არსებობს აქ უკვე ყველას დაავისდება ვინ არის დამნაშავე იქ ვინ არ არის დამნაშავე ისევ უსუფაშვილის ლექსიკონი გამოვაწინა პლანზე რომ უნდა მივუტევოთ ერთმანეთს და მეტი ცუდად აღარავინ აღარ უნდა მოიქცეს და აი კოჰაბიტაციის იძულებითი ფორმა თუნდაც 19 აპრილის შემდეგ. ეხლა ნახეთ რა ხდება. რაც ბენდუქიძის უნივერსიტეტზე მოხდა, ნუ ეს ხო გასაგებია რაც მოხდა, ხო? ეხლა კეთდება რამდენიმე დღით ადრე 19 აპრილამდე ასეთი ტიპის განცხადებები აფხაზეთთან დაკავშირებით. ну აი სულ ცოტა ხო შეიძლებოდა რომ ეს განცხადებები ეხლა მაინც არ გაკეთებულიყო ჩვენ ვნახეთ თამრიკო ჩხეიძის გამოსვლა ეხლა მე ძალიან ბევრ რამეში მას არ ვეთანხმები მაგრამ ადამიანი რომელიც ნამდვილად არ არის მიშისტი და ნაციონალი არ არის ყოველ შემთხვევაში აქამდე არ ყოფილა უცებ გამოდის და ისეთ რაღაცას ლაპარაკობს რომ გინდა არ გინდა მე არ ვამბობ რომ სწორად ანუ მინდა გითხრა რომ თამრიკო ჩხეიძე აი გავიხსენოთ რაღაცა წინა პერიოდი 99 აპრილის აქციების და უკაცრავად თამრიკო ჩხეიძეს ჰქონდა ესეთი გამოსვლები არა ოპოზიციური ასე ვთქვათ. კი, არა, ნუ ეს რაღაცა. ხონდა მას ასეთი, ეს არ ახალია. მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ, იცით რა, ნაციონალებს, ნუ რაღაცა თავის ჯგუფი მომხრეების ყავთ, ბუნებრივია, ხო, ოჯახის წევრები მაინც. თამრიკო ჩხეიძის კატეგორია ვერ განიხილება ნაციონალების ფანად, ხო და მომხრედ. აი ასეთ ადამიანებში თუ გაჩნდა ამის გაბედვის სურვილი რომ ეს ითქვას თქვათ ხომ ეს არის ცუდი ნიშანი ეს არის იმის ნიშანი რომ დაიწონას თამაში წავა ისევ დღევანდელ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის ანუ აი იცით რა არის რაც არ უნდა ბევრი შეცდომა დაუშვას ახალმა ხელისუფლებამ მე მიკვირს იმ ადამიანის რომელიც დაიწონას ნინო აქ ჩვენ გაკვირვებაზე კი არ ვილაპარაკოთ ჩვენ დაგვიგვირს აქ საუბარი იმაზეა ამას რა შედეგი შეიძლება მოყვეს იმიტომ რომ როდესაც ნაცვლად შიშისა და დამნაშავეს შიში უნდა კონდეს ვინ თქვა რომ დამნაშავეს არ უნდა ეშინოდეს ნაცვლად შიშისა რომლითაც თავზარდაცემულები იყვნენ თავიდან არჩევნების შემდეგ ნაციონალები ნაცვლად ამ შიშის გაძლიერებისა იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად კანონიერი და საფუძვლიანი შიში იყო ჩვენ მივიღეთ მიკროფონებით აღჭურვილი ყველა სატელევიზიო არხზე ნაციონალები რომლებიც ისეთი სიხშირით გვენახებიან დღეს ტელეეკრანებიდან რომ როცა ხელისუფლებაში იყვნენ მე მგონი ასე ხშირად მაშინ არ ჩანდნენ ანუ ფსიქოლოგიური ბარიერი მოხსნილი აქვთ
რაშიში რიშიში დღეს მე მგონი უფრო ქუჩაში რომ რამე კონფლიქტი მოხდეს მათთან უფრო ამ ხელისუფლების მომხრეს უნდა შეეშინდეს იმიტომ რომ მას დაუქნებენ შემდეგ ირინა ჩემი სტუმარი იყო რამდენიმე დღის წინ ქალბატონი მანანა კობახიძე რომელსაც უაღრესად დიდ პატივს სცემს ცნობილი ქართველი უფლებათა დამცველი რომელიც დღეს არის ვიცე-სპიკერი და ასეთ კითხვებზე მე მას პირდაპირ კითხე როგორ ფიქრობთ კოჰაბიტაციაზე რო გესაუბრათ აი ამ ყველაფერზე არჩევნებამდე ვინ მოგცემდა მას უკაცრავად მან შემომიწრალა ძალიან ხშირად შემომიწრალა კითხვა აბა რა ვქნათ ახლა ჩვენ გადავაგდოთ ჩამოვახშოთ რევოლუციები მოვაწყოთ რა თქმა უნდა ეს პასუხი არ არის და არავინ არ ითხოვს გადავაგდოთ ჩამოვახშოთ და უკაცრავად რევოლუციები მოვაწყოთ მაგრამ ისინი ამბობენ ნუ რა ვქნათ ახლა ჩვენ არა გასაგებია ოქტომბრამდე უნდა მოვიცადოთ აქ ამ შეკითხვაზე პასუხი არის ისევ თქვენი შეკითხვა ანუ მე ეს რომ თავიდანვე გეთქვათ იქნებოდა თუ არა თქვენი ბლოკი ასეთივე მისაღები რა თქმა უნდა არავინ ძალიან ბევრი ხმა დაიკარგებოდა იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ერთადერთი აი ერთმნიშვნელოვანი სიმპათიები და ზოგიერთს ვისაც სიმპათიაც არ ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ მაინც მიცა ხმა ზუსტად იმიტომ რომ ესენი გაიმარჯვებენ და უბრალოდ პირველ ადგილზე კი არ გავლენ არავის ბიძა და მამა და ის არ არის ივანიშვილი რომ როგორც ოჯახის წევრის წარმატება რომ გახარებოდა ვინმეს ხომ უბრალოდ პირველ ადგილზე კი არ გავლენ რა ეს კვარტბედზე პირველი საფეხური მათ დაიკავონ დასჯიან დასასჯელ ხელისუფლებას რომელმაც ბევრი წლით უკან დაწია ამ ქვეყნის განვითარება ბევრი ნანგრევი გააჩინა ქვეყანაში და ძალიან ბევრი 100,000-ობით ადამიანის ცხოვრება დაანგრია ან პირდაპირი მნიშვნელობით ანუ დაღუპა ადამიანები ან სულიერად აქ ამაზე უყურებთ ევროპას ხო რა ხდება იგივე შტატებში არავინ არავის არაფერს პატიოს რატომ უნდა ვაპატიო მე რატომ უნდა ჩამთვალონ არა დემოკრატად მე მიპასუხოს რომელიმე სხვა ქვეყანამ მისმა წარმომადგენელმა სროსად რომელ ქვეყანაში არ სჯიან დამნაშავეს ესეთ ქვეყანა არ არსებობს ამიტომ ნაცვლად საქართველოს გარდა რა თქმა უნდა ნაცვლად ამ კეკლუცობის და მაპატია და ერთი ადგილის თამაშის ნაცვლად ამ ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა და დღესაც აქვს კიდევ დრო რომ შეასრულოს ის რისთვისაც ის ხალხმა აირჩია თორემ ძალიან ცუდად დაასრულებს უბრალოდ მათი ცუდად დასრულება მე იმიტომ არ მინდა რომ ეს ქვეყნისთვისაც ძალიან ცუდი ჩვენთვის იქნება ძალიან ცუდი თორემ ეხლა მე მართალი გითხრათ ეხლა ძალიან დიდი სიყალბე იქნება ჩემზე ეხლა მე რომ თქვა რომ დიდად მანაღულებს პოლიტიკური კარიერის ბედი რესპუბლიკელების და ასე შემდეგ მაგრამ მე თვითონ არ ვარ დაინტერესებული რომ ამ ხელისუფლებამ ცუდად დაამთავროს იმიტომ რომ არ არსებობს მესამე პოლიტიკური ძალა და იმიტომ რომ მე ვდგები ისეთი არჩევანის წინაშე როდესაც მე არჩევანს ვერ გავაკეთებ რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს დღევანდელი ხელისუფლება მე მაინც ვერ დავდგები მე ხა ვლაპარაკობ როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ვერ დავდგები ნაციონალების მხარეზე ამიტომ უნდა შეიგნოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა ისარგებლოს ეს შეგნება არ უშველის საქმეს თუ ამით ისარგებლებს ახალი ხელისუფლება და რომ სარგებლობს ხომ ხედავთ ხომ ნამდვილად ხედავთ რომ სარგებლობს და უფრო მეტიც ეს ზუსტად რომ იცის რომ ეს არის მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი რომ ნაციონალების გარდა სხვა მოწინააღმდეგე არ ყავდეს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ რეალური მესამე პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნას რომ არ გაჩნდეს წასასვლელი არსად თორემ აქ იყო კიდევ ერთი გამოსავალი ისევ რჩება ოღონდ თეორიაში რომ ჩვენ პოლიტიკოსებმა ვისწავლოთ ჭკუა ერთხელ და სამუდამოდ მივიდეთ ერთმანეთთან თავი დავანებოთ ამ უაზრო ამბიციებს მოვილაპარაკოთ ერთად არ ვკითხოთ არც ერთ არავის საერთოდ არაფერი და ჩვენ თვითონ შევქმნათ ეს ცენტრი თუნდაც ფინანსური მხარდაჭერის გარეშე იმიტომ რომ როდესაც რეალური ძალა შეიქმნება ფინანსური მხარდაჭერა მაშინ გამოჩნდება მაგრამ მე ამის გამკეთებელს სამწუხაროდ ვერ ვხედავ მე დღეს თქვენ მზად ვარ აი ამ თემაზე მე 100 ადგილიდან დაველაპარაკო ყველას
და ყველაზე ნაკლებად ჭკვიანად ჩავთვალო თავი. არა მაქვს მე პრობლემა, მე რაც ვარ ძალიან კარგად ვიცი და სხვისი აზრი ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ყველამ თავისი დასათმობი, ვისი დათმობა შეუძლია დათმოს ამ ერთადერთი მიზნის მე არ მეგულება ასეთი არავინ. ეჭვი მეპარება რომ შალვა ნათელაშვილმა თავისი ამბიციები დათმოს, ეჭვი მეპარება რომ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ თავისი ამბიციები დათმოს. აქ არ არის საუბარი ვის აქვს სამართლიანად ამის უფლება ამ ამბიციების თუ არა აქვს. აქ არის რეალობაზე ლაპარაკი. რომ ეს რეალობა ჩვენ მიგვიყანს იქამდე რომ არც არავის პრეზიდენტობას, არც არავის მინისტრობას და არც იმას მომავალ პარლამენტში ვინ იქნება უმრავლესობა თუ უმცირესობა, აზრი აღარ ექნება. იდენტური თუ გახდება თლიანად ეს ორი ძალა და თუ ჩვენ კოჰაბიტაციურ რესპუბლიკურ ნაციონალურ უმრავლესობას მივიღებთ, რაზეც არაერთხელ გაგვიკეთები არჩევნების წინაც კი ჩვენ განცხადება. რაღა მნიშვნელობა აქვს მაშინ თითოეული ჩვენგანის რაღაც პატარ-პატარა ამბიციებს. საჭიროა მესამე ძალა ოპოზიციური, ჭეშმარიტ ოპოზიციური, რომელსაც სერიოზულად მოუწევს ოპონირება ორივე ძალასთან, რომელიც დღეს არსებობს აქ თუ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ თქვათ იგივე ობიექტივის კი არა და ხო აი ამ ძალაზე ხა რაც აქ ყალიბდება ხო არა მე ზოგადად ვამბობ ზოგადად იცით რა არის აქ მე მგონი საავტორო უფლებაც არ არის საჭირო რომ არავინ არ გაღიზიანდეს აი სადღაც ნუ აი შეხვედრის ადგილსაც კი აქვს ამ პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელობა რომ აი შეხვედრის ადგილი არავის ოფისი არ უნდა იყოს რომ ის არ უნდა იყოს იქ ყველაზე მთავარი მაგრამ მე ეჭვი მეპარება რომ აი ამ მოკლე დროში მაშინ როცა ამას გააკრებულ წინააღმდეგობას უწევს როგორც ნაციონალები იმიტომ რომ მათაც ჭირდებათ ეს მუდმივი მაგრამ ირინა ხომ შეიძლება რომ გარკვეულ ეტაპზე აი ეს პარტიები რომლებიც მოიაზრებიან ან საკუთარ თავს მიიჩნევენ მესამე ძალად უნდა მოუმაგრდნენ ოპოზიციურ სარბიელს ყოველგვარი თამაშის გარეშე ნინო ერთად ეხლა გაერთიანების და ერთად დადგომის გარეშე ცალ-ცალკე მომაგრების არანაირი ჩემი აზრით რა თქმა უნდა არანაირი შანსი არ არის ცალ-ცალკე მომაგრების ეს იქნება აი წყავ-წყავი აი ამ ორი თუნდაც ერთნაირი მაგრამ ფორმალურად ორად გაყოფილი ძალის ფონზე და საქართველოში მე ეჭვი არ მეპარობა რომ დღესაც დიდ უმრავლესობას იმიტომ კი არა რომ ტვინი არა აქვს უბრალოდ გამოსავალს ეძებს ამაში დღესაც სადღაც არ დაუკარგავს იმედი რომ ეს ერთი და იგივე ძალა არ არის და რომ აი რაღაცა დღეს რაღაცა ჩვენ რაღაცას ვერ ვხვდებით და ხვალდაზე რაღაცა შეიცვლება ეს უტვინობით არ ხდება ნინო ეს არის უბრალოდ აი სასოწარკვეთის ერთ-ერთი გამოხატულებაა ეს როდესაც ყველაფერი ამის საწინააღმდეგეთ ლაპარაკობ და შენ მაინც ჯიუტად იმას იმეორებ რასაც ადრე დაიჯერე ირინა სკაიპით არის ჩართვა მოდით მოусმინოთ მაყურებელს ღამემშვიდობისა პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა ქალბატონო ირინა მიუხედავად თქვენი ყოფილი პოლიტიკური წარსულისა თქვენ ყოველთვის გამოირჩევით მაინც თქვენი გონება გახსნილობით და ძალიან პირდაპირობით და ყველაფრით და რა ვიცი და თქვენ Facebook-ზე გააქვთ საკონტაქტო რეალური გვერდი ან რაღაცა? კი, ირინა სარიშვილი page ჩვეულებრივ გვერდია Facebook-ზე. პირდაპირ ირინა სარიშვილი. ინგლისურად ირინა სარიშვილი. ლათინური ასოები. კი, ლათინური ასოები. ხო, რა ვიცი, მე მგონი აი თქვენ ნიჩარევა მე მგონი ძალიან კაი იქნებოდა ეხლანდელ სიტუაციაში, რა თორე მართლა არავინ რეალური ძალა აღარ ჩანს უკვე ძალიან ცუდი სიტუაციებია რა. ძალიან კაი იქნებოდა რა ვიცი. აი როგორი ჩართვა იყო. ირინა გამოძიებას დაუბრუნდეთ. როგორ ფიქრობ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ეს გამოძიება? თუ ეს გამოძიება ნინო არის იმის შედეგი იმის ნაწილი, იმ გეგმის ნაწილი და დიდი ალბათობით ეს ალბათ ასეა. მაშინ ეს გამოძიება მივა იმ შედეგებამდე, რომ ომის დამწყები
იქნება დღევანდელი ხელისუფლება, წინა ხელისუფლება. ანუ ეს არა დაგეგმილომად იქნება, ამომს მიენიჭება არა დაგეგმილი ომის სტატუსი, არამედ ჩაითვლება, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ დაევისა მაშინდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. გამორიცხავ, რომ არსებულმა ხელისუფლებამ მიიყვანოს სწორედ იმ კუთხით წარმართოს გამოძიება რაზეც არ გამოვრიცხავ, ნინო, მე უბრალოდ აი ხა იმიტომ თუ ეს ვარაუდის დონეზე თუ გამოძიება წარიმართება ობიექტურად, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ძალიან გვჭირდება. ანუ რეალურად მივიღებთ იმ მდგომარეობას, სადაც დასასჯელი ცოტა სხვა მხარე უნდა აღმოჩნდეს და არა ქართული მხარე. არ ვლაპარაკობ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაზე. იქ სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, ისევე როგორც ამ გეგმის ყველა მონაწილეს. დღეს დავითაშვილმა გააკეთა განცხადება, ნუ თუ არ გინდათ, რომ მაშინ ხა გადაინტერესდებაო და თვითონ გაარკვევს, რაც უფრო ცუდი იქნება სააკაშვილისთვის. ამიტომ ესე იგი თუ საქართველოში ამ ამბის გამოძიება არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, ეს გამოძიება კარგი შედეგით და ობიექტური და სწორი შედეგით არ დასრულდება. მე ვიტოვ იმედს, გნებავთ ახლა დიპლომატია დავარქვათ ამას, გნებავთ მართლა მეც იმ ადამიანების რიგში ვარ, რომ არა უტვინობით, არამედ ძალიან არ მინდა რომ ეს არ მოხდეს და მაინც მინდა რომ რაღაც ბოლო იმედს დავიტოვო ჩემთვისაც და სხვასაც დავუტოვო, ვიტოვებ იმედს, რომ სულ ცოტა ამ პარლამენტშიც და ხელისუფლებაშიც აღმოჩნდებიან ადამიანები იმ რაოდენობით, რომლებიც ასე არ გაწირავენ საკუთარ ქვეყანას სკამებისთვის. იმიტომ რომ ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ ჩვენ და ეხა რომელ სამ ქართულ სახელმწიფოზე დაილაპარაკ. ჯერ ერთი რაც გვაქვს, იმას მოვუთხი. ისიც აღარ გვექნება. გვეცლება ხელიდან ვატყობ მე. ასე რომ ეს არის დღეისათვის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე პარლამენტში ძალების გადანაწილება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები, ვიდრე რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ სამწუხაროდ საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც აშკარად კონტროლდებიან უმცირესი გამონაკლისის გარდა, ფაქტია რომ კონტროლდებიან, მე ესეთი გრძნობა მაქვს, რომ გადაიტანენ ამ ყველაფერს სულ სხვა მიმართულებით ყურადღებას. ამას ხელს შეუწყობს 19 აპრილის მოვლენებით. 19 აპრილსაც ახლა ძნელია პროგნოზირება ვანო მერაბიშვილის განცხადებებს აი სოციალურ ქსელში, რომ ვისმენთ და უყურებთ, რამდენიმე ვარიანტისთვის ემზადება ნაციონალური მოძრაობა. საინტერესო არის ისთვის ემზადება დღევანდელი ხელისუფლება, თორემ მათი მზადება ნაციონალების გასაგებია. ერთ-ერთ ვარიანტად ნაციონალური მოძრაობა განიხილავს იქ მინი კონფლიქტს მაინც, იმიტომ რომ ისეთი გამოწვევები ხდება, რომ აი არ გაბედოთ აქ მოსვლა, სახელების და გვარების ჩამოთვლა პირდაპირ და ასე შემდეგ. ეს არის გამომწვევი განცხადებები, ხო? მაგრამ უფრო მეტად ნაციონალებს ჭირდებათ და აქ ემთხვევა მათი ინტერესები. ხელისუფლების ინტერესებს, რომ შედგეს აქცია, ანუ გამოჩნდეს ბევრი ხალხი, ილაპარაკონ სოციალურ პრობლემებზე, ილაპარაკონ აფხაზეთზე, თითი დაუნქნიონ ამ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებით ადანაშაულებს ქართულ მხარეს და ამიტომ თქვი მე ესეთი გაუფრთხილებელი, მოუზომავი და დაუვარცხნელი განცხადებები თუ მაინც და მაინც უნდა გაეკეთებინა ვინმე 19 აპრილამდე რატომ მოხდა ამის გაკეთება და აი ამ შემდგარი აქციის შემდგომ რაღაც პატარ-პატარა პროვოკაციებს მე მაინც არ გამოვრიცხავ. მოხდეს უკვე ამ კოჰაბიტაციის, ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაციის გაფორმება, მაგრამ მე ვაფრთხილებ დღევანდელ ხელისუფლებას, ეხლა ყველას ვინც მისმენს ან მე ვისაც ენას მიუტანენ, რომ ნაციონალები ჩემგან არ გესწავლებათ, შეიძლება ეს ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, მაგრამ აქ ვინც დიდხანს ცხოვრობდა, მათ იციან. ცნობილი გადამგდებები არიან, თქვენი არ იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაციონალებს ბევრად მეტი ბერკეტი აქვთ გადასაგდები ხელში აღებული. ნებისმიერ მომენტში, როდესაც თქვენ მათ დაუთმობ და დააკვირდით, რამდენჯერაც დაუთმეთ, იმდენჯერ თქვენვე აღმოჩნდით სულელურ მდგომარეობაში და სარეიტინგო კენჭისყრა ეს იყო ამისი
თავისი აი არ ვიცი მე ილუსტრირება, პირდაპირ ილუსტრირება. ძალიან ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ აი ამ შეთანხმებაშიც გადაგაგდებენ როგორც კი პატარა საშუალება მიეცემათ იმისა, რომ ეს გააკეთონ. ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, რომ დანაშაულებები და აი ახლა მე ამას სამწუხაროდ უფრო მეტად ვერ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ამის დაკონკრეტება, მე ჯერჯერობით ზოგად განცხადებას გავაკეთებ და შემდეგ ღმერთმან უქნას რომ მოგვიწიოს ამის გახსენება, მაგრამ აბა გისმენთ? ეგებ არ არის გამორიცხული, რომ დანაშაულებები, რომლებიც უნდა დაბრალდეს დღევანდელ ხელისუფლებას ნაციონალების მხრიდან დაბრალდეს, ეს არ არის ნამდვილ თვითონ ნაციონალებმა ჩაიდინონ. ანუ რაღაც ინფორმაცია გაქვს და აღინდა რომ დააკონკრეტოს. ამ განცხადებას ვაკეთებ მთლიანად ინტუიციის და ლოგიკის დონეზე. მე სრულიად კონკრეტული ადრესატი და ადრესატები მყავს ახლა მხედველობაში, უბრალოდ გასაგები მიზეზების გამო ამას არ ვამბობ, ეს განცხადება სანახევროდ პრევენციულია, იმიტომ რომ ერთი რამე ვიცოდეთ. თუ ქვეყანაში რომელიმე მომენტში მოხდება ცუდი რამ, იქნება ეს მკვლელობა, იქნება ეს ნებისმიერი სხვა სახის დანაშაული და ამას მიეცემა პოლიტიკური ელფერი, დიდი ალბათობით ეს იქნება ნაციონალების ჩადენილი. მაგრამ ჩადენილი იმდაგვარად ისეთი მისამართით და ისეთ სიტუაციაში, რომ პირდაპირ ლოგიკამ წაგვიყვანოს დღევანდელი ხელისუფლებისკენ. მე თქვენი მეგობარი არა ვარ კოალიცია ოცნების წევრებო, მაგრამ მე დარწმუნებული, მე თვითონ დაინტერესებული ვარ, რომ ეს ასე არ მოხდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცუდისაც და კარგისაც მომავალია ამაზე დამოკიდებული და ალბათ სამწუხაროდ ჩვენ დრო იწურება. გონს მოუხმობთ. კი, ასეთი მცდელობები იყო სხვა კოლონიებში, ასე შემდეგ, ამას აკეთებენ ნაციონალები და ძალიან ნამდვილად 14 აპრილი თენდება სხვანაირი დღეა, სამწუხაროდ 15 წამიღა დაგვრჩა, მინდა მაინც აღვნიშნოთ, რომ მრავალი წლის წინ ქართული ენის გამო ჩვენ ყველა ვიდექით და ეს იყო რაღაცა პირველი, ჩემთვის მაგალითად, როდესაც მე ამდენი ადამიანი ერთად ნახე და რაღაცა სხვა გზნობამ გაიღვიძა ჩემში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ირინა, საინტერესო საუბრისთვის და ღმერთ ვაქნას, რომ ეს ჩვენი ლოგიკური ანალიზი სტარი აღმოჩნდეს. მე თქვას მადლობთ. მადლობთ რომ გიყურეთ და გვისმინეთ მეორშაბათამდე გასაგებებით მედია კავშირი ობიექტივი კი 24 საათის რეჟიმში აგრძელებს თქვენთვის მუშაობას.